მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგით გვაქვს ჩვენ ერთი საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ საკანონში ცვლილებების თაობაზე და აქედან გამომდინარე რამოდენიმე კანონში არის შესაბამისად ცვლილებები. დღეს პლენარულ სხდომაზე უკვე იყო პირველი მოსმენით მიღება და ეხლა ჩვენ კომიტეტზე მეორე მოსმენით განვიხილავთ. მომხსენებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. სანამ გადავალთ განხილვაზე, ვინ არის მომხრე, რომ ეს დღის წესრიგი დავამტკიცოთ, გთხოვთ კენჭი უყაროთ. მადლობთ ბატონ ვახტანგ, გთხოვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, წარმოგიდგენთ უკვე მეორე მოსმენით მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, მასში ცალკეული ცვლილებები. მუხლებით გავიაროთ პირველი მუხლი. პირველ მუხლში ამბანურად განლაგდა სამინისტროების თანმიმდევრობა, როგორც ძირითად კანონშია და დეპრიმა ქვეპუნქტი იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ზექვეპუნქტი იქნება რეგიონული განვითარების სამინისტრო. კი ბატონო, მეორე მუხლი. მეორე მუხლში პირველ მოსმენაზეც დავაფიქსირეთ და თქვენგან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ აისახოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საშტატო რიცხოვნობაში მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საშტატო რიცხოვნობა და უკვე ასახულია და ასევე მე-6 პუნქტში, მე-7-ში, მე-8 პუნქტში, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტებში არის ასახული, რომ ვადების ათვლა დაიწყოს არა ამ კანონის ამოქმედებიდან, იმიტომ რომ ეს კანონი ძირითადად ძალაში შედის ამ გამოქვეყნებისთანავე, არამედ ამ პუნქტის ამოქმედებიდან, ანუ გამოქვეყნებიდან მესამე დღეს, იმიტომ რომ ხდება პირველ რიგში ძალაში შესვლა ნორმის, რომელიც რეგიონული განვითარების დღეს მოქმედ სამინისტროს სამდღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ თანამშრომლები გადაანაწილონ ფუნქციურად და სრულად ეს პაკეტი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მესამე დღეს და მესამე დღიდან გამოქვეყნების მესამე დღიდან აითვლება ყველა ის ვადა, რომელიც შემდგომი ღონისძიებებისთვის არის გათვალისწინებული კომისიის შექმნისთვის, ცვლილებების შეტანისთვის, ბიუჯეტის და საბიუჯეტო პროგრამული კოდების განაწილებისთვის და ასე შემდეგ. უკაცრავად, შენიშვნები ხო არა გაქვთ ან შეკითხვები? ხო. რეგიონული განვითარების სამინისტროში იქნება რეგიონებში წარმომადგენლები, თქვენი გადმოცემით ასე ეყოლება, ხო? რეგიონული განვითარების სამინისტროს საშტატო ნუსხის, ანუ ტერიტორიულ ერთეულებს თუ გულისხმობთ, ეს ტერიტორიული ერთეულების შექმნის საკითხი ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში. სახელმწიფო რწმუნებულთან ექნებათ გულზამთ. კიდე მე-13 მესამე მუხლში არა მე-13 მეორე მუხლის ნაწილი, მესამე მუხლში არის სწორედ ამოქმედების ნაწილი გაიყო, ანუ ძალაში შევა ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომისიის უფლებამოსილება გამოქვეყნებისთანავე თანამშრომლების განაწილებაზე და დანარჩენი ყველა მუხლი ამოქმედება მეორე პუნქტი დაემატა უკვე შესაბამისად გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. და ანალოგიურად ყველა გამომდინარე კანონში, რომელიც გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედებულიყო, ამ ცვლილებიდან გამომდინარე შედის ცვლილება, რომ ყველა გამომდინარე კანონი, რაც თანსდევს ამ პროექტს, გამოქვეყნებიდან მესამე დღეს ამოქმედდეს. ანუ სავარაუდოდ თქვა პირობითად უკვე მომავალ კვირას უკვე ეს სამინისტრო იქნება, ძალაში იქნება. ორივე ახალი სამინისტრო იქნება მომავალი კვირა. ორივე ახალი სამინისტრო. მაგას დავამთავრებთ მე კერძო ისენზე მე ვისაუბროთ რა. კარგი, თუ გაქვთ რაიმე შენიშვნა არ არის, მაშინ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი, ვინ არის მომხრე, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით მეორე მოსმენისათვის მიიღოთ კანონპროექტი. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია, საკითხი განხილულია, კომიტეტის სხდომას დახურულად ვაცხადებ.